გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. არ მინდა დიდხანს თავი შეგაწყინოთ, მაგრამ მინდა რომ ეს რაც ახლა უნდა ვთქვა, მინდა რომ ბევრმა გაიგოს და სწორად გაიგოს და კარგად გაიგოს. ჩემი ასაკი, მე ექიმი გახლავართ და ვარ ძალიან დიდი ხნის ექიმი, პრაქტიკოსი. ჩემი საწყისი სპეციალობით პედიატრი ვარ, თერაპია, მე სხვადასხვა ალტერნატიული მედიცინის წოდნები შევიძინე და საერთო ჯამში ერთი სიტყვით რომ თქვა, ვარ ნატუროპათი. და ძალიან მიყვარს ეს ჩემი გზა და ჩემი საქმიანობა. მადლობა ღმერთს, რომ ამ გზას დამაყენა. ძალიან მინდა ამ პატარა ვიდეოში ესაუბროთ ისეთ ადამიანის ისეთ მდგომარეობაზე, რომელიც დაკავშირებულია მის გენეტიკასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მშობლები, გარდა საპასპორტო მონაცემებისა, გვჩუქნიან ბევრ გენეტიკურ პრობლემასაც. რა ვქნათ, ასეა მოწყობილი ადამიანი და ასეა აგებული. ამიტომ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ იცით რა, დედაჩემიც წნევიანი იყო, მამაჩემიც შაქრიანი იყო, ეს იყო, ეს ანუ მესმის და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას და მე ყოველთვის ვეკითხები ადამიანებს მათ გენეტიკას და ყველას ვარიგებ და მინდა ეხლა რომ ეს ჩემი ნათქვამი მხოლოდ კონკრეტულად ჩემთან მოსულ ადამიანებს კი არ უთხრა, ყველას უთხრა, რომ ძალიან კარგია თუ ხვდება ადამიანი რა გენეტიკური განწყობა აქვს. ან ვთქვათ ჩემთან, ჩემნაირებთან მოხდებიან და გაიაზრებენ, რომ თურმე გენეტიკური განწყობა სხვა რამეა და ანუ მემკვიდრეობით გადაცემული დაავადება კიდე სულ სხვა არის, ხო? გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც უნდა იგივე დაავადება დაგემართოს, მაგრამ განწყობა არის. ნახეთ, ერთი და იგივე სიტუაციაში ყოფი ადამიანებისთვის, აი მაგალითად ერთი და იგივე სტრესულ სიტუაციაში მოხდა 5 ადამიანი. ამ 5-დან ის სტრესი ყველაზე სხვადასხვანაირად იმოქმედებს, ზოგს წნევა აუწევს, ზოგს გულის შეტევა დაემართება, ზოგს შაქარი აუწევს და ასე შემდეგ. ანუ გააჩნია ადამიანის ორგანიზმში თავისი გენეტიკური მიდრეკილება, საით არის მიმართული. ამიტომ მინდა გთხოვოთ და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებაც, ჩემი ცოდნაც და თხოვნაც, რომ გაითვალისწინოთ და გახდება ეს თქვენთვის მართვადი. გენეტიკური განწყობა არ ნიშნავს გადაწურვას იმედის. ეს შაქარი იქნება თუ ართროზი იქნება თუ ჰიპერტონია იქნება, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია მართოთ ჩვენი ორგანიზმი თუ სწორ მიმართულებას იპოვი, თუ ისეთ ადამიანს იპოვი, რომელიც სწორად დაგარიგებს და მე არ ვგულისხმობ იმას, რომ დედაჩემი მთელი ცხოვრება კარდიომაგნიტს სვავდა და მამაჩემი სულ სტატინებზე იჯდა და მეც ასე მომიწევს, ეს არ არის სწორი მიდგომა. ანუ ანუ სისხლის გამათხელებლამდე და სტატინებამდე რო არ მიხვიდეთ და შაქრის წამლებამდე რო არ მიხვიდეთ, ხო, და თუნდაც ჰორმონოთერაპიამდე სახსრების ართროზის შემთხვევაში არსებობს წინასწარ ისეთი პროდუქციის მიღების შანსი და შესაძლებლობა დღესდღეობით უკვე აი ესეთი კარგად ოფიციალურად ფარმაცევტულად დახვეწილი ქარხნული წესით დამზადებული პროდუქცია არსებობს, რითიც შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი გენეტიკური განწყობები. დამიჯერეთ, მე თვითონ გახლავართ ამ გენეტიკური განწყობის ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელსაც არ ვეპუები და სწორად ვმართავ ჩემს ორგანიზმს, ჩემს გენეტიკურ განწყობებს და ვუმკლავდები არაჩვეულებრივად და ძალიან კარგად. ჩემი გენეტიკური განწყობა გახლავთ მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, დაგუგლეთ მერე ყველამ და ნახეთ ეს რა საშინელი მდგომარეობაა და ვცდილობ რომ აი ეს დაავადება ისე დავამარცხო, რომ ვიდრე უფალი მომცემს ნებას სიცოცხლის, ბოლომდე ვიყო თავისუფალი ამ დიაგნოზისგან.
ჩემს ასაკში, ეხლა მე 65 წლის გახლავართ, ჩემს ასაკში ჩემი დედა, ჩემი საყვარელი დედა უკვე ინვალიდი იყო და ჯოხით ძლივს დადიოდა და მე ვარ დედის ასლი და რომ არა ჩემი მიმართულება სწორი არჩევანი, მეც ალბათ მაგ დღეში ვიქნებოდი. ასე რომ, ვისაც გინდათ რომ თქვენი გენეტიკური განწყობები და მიდრეკილებები დაამარცხოთ და თქვენ იგივე დიაგნოზებით არ დაბერდეთ, შემომეხმიანეთ და აუცილებლად ყველას დაგეხმარებით. მადლობა.